მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას 2026 წელს და გისურვებთ, რომ ეს წელი თქვენი წელი ყოფილიყოს ახალი შესაძლებლობებით, უფრო მეტად სავსე სიხარულით, სიყვარულით და იყავით ბედნიერები. ხოლო ყველაფერი მძიმე, დამთრგუნველი, ჩვენთვის უკვე არასასარგებლო წაეღოს 2025 წელს. დღევანდელი გაშლა იქნება რომანტიულ სფეროზე, ხო? იმიტომ რომ ეს ბევრს აინტერესებდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ საკითხზე გამიშალა დღეს, რადგანაც ძალიან დიდი ხნის უკან გავაკეთე მე მგონი და ჩავწერე ამ თემატიკის გაშლა და ამიტომ გავაკეთოთ, რატომაც არა, ხო? დღეს ახალი დასტით ვიმუშავებ, აი ასეთი ლამაზი ახალი დასტა მაქვს, პანორამული და ძალიან საინტერესო იქნება. ამ დასტით თქვენთან მუშაობა. უკვე გამოვიყენე, მაგრამ ვიდეო არ გადამიღია, არ ჩამიწერია გაშლა. აშლით და ეს გვინდა და დავდოთ. ოკეი. გვექნება ორი პოზიცია, როგორც სულ პირველი პოზიცია და მეორე პოზიცია, ხო? პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია. ვისაც უფრო მეტი დრო გჭირდებათ, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და ესე გააკეთოთ არჩევანი. დავიწყოთ პირველი პოზიციით. და გადმოვარდა. და ვნახოთ. ძალიან ბევრი კატი გადმოვარდება, იმიტომ რომ ახალი დასტაა და თან საკმაოდ ისეთია პრიალა და სრიალა და გლუვი ზედაპირი აქვს. ნახოთ პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია, ხო? დამავიწყდა, რომ არ ვთქვი, რაზე იქნება დღეს გაშლა, უბრალოდ ვახსენე, რომ სასიყვარულო სფეროზე იქნება და თვითონ გაშლა, ხო, გვექნება იმაზე, თუ რა შეიცვლება ჩვენს სასიყვარულო სფეროში. ამ დღეებში, ხო, რა შეიცვლება და რა მოხდება. დასაწყისისთვის ვნახოთ თვითონ პირველი პოზიციის სიგნიფიკაციას. საკავწიოთ. მისი ცხოვრების აი ამ ეტაპზე სიგნიფიკაცია პირველი პოზიციის. საინტერესოა, ძირზე გვაქვს ვარსკვლავის არკანი. ხო, ეს პანორამულია და ცოტა სხვა რაკურსით იქნება დღეს. სიგნიფიკაცია. ოკეი. საინტერესო სიგნიფიკაცია გვაქვს, ნახოთ. აქ სიგნიფიკაციაში რა გვაქვს? აქ გაურბის პირველი პოზიცია. რაღაც უფრო მეტად. ამ ეტაპზე პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია შესაძლოა იქედან გამომდინარე ასევე, რომ ახლა მაინც დასვენებებია, ხო, ახალი წლის დღესასწაულებია და ყველგან ისვენებს. უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში და აღნიშნავს ამ დღესასწაულს, ახლა უფრო მეტად ისეთი პასიური ენერგიებია, ხო? პასიური ენერგიებში იმყოფება პირველი პოზიცია, სადაც უფრო მეტად რაღაც ისეთია კომფორტულ ზონაში ყოფნა, რაღაცეების დაგეგმვა, სურვილი რომ რაღაცეები დავგეგმოთ, მაგრამ აი ქმედება არ არის, ხო? მატერიალურ სამყაროში ქმედება არ არის, უფრო მეტად ისეთი პასიურობა. პრინციპში აი ამ ეტაპში, ხო, და ამ ეტაპზე, რადგან ახლა ვიმყოფებით, იდეალურია მსგავსი რაღაცა, იმიტომ რომ არ არის ახლა ისეთი მონაკვეთი, სადაც ჩვენ აქტიურად უნდა ჩავერთოთ და ფიზიკურად რაღაცები ვაკეთოთ. არამედ პირიქით პასიური ეტაპია განახლებამდე. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, rilsიც ჩავწერე ამ თემაზე, Instagram-ზეც მიდევს, აქაც ავტვირთე, რომ აი ეს ცხენოვანი ცხენის წელი იწყება 17 თებერვლიდან. და მანამდე ისევ გველის წელიწადში ვიმყოფებით. ამიტომ გეგონებათ, რომ 1 იანვარი დაიწყო და ეგრევე ცეცხლის წელი მოვიდა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, რადგან ჩინური კალენდრის მიხედვით არის და ჩინეთში აღნიშნავენ ცხენის წელის მოსვლას 17 თებერვალს და არა მანამდე. მანამდე ისევ გველის წელიწადი გვაქვს. უბრალოდ ეს ცეცხლოვანი ცხენის,
ვაი, ძალიან ცეცხლოვანი, იმიტომ რომ შტატივიც აცეკვდა ჩემთან ერთად. ამ ცხენის ენერგია ჯერ ჩვენს ცხოვრებაში არ შემოსულა. შესაბამისად, აქ პირველი პოზიცია უფრო მეტად ისეთ პასიურ, რელაქსურ ენერგიებში იმყოფება. ცდილობს რაღაცეებს მომენტში ახლა ხო, რომ არ გვინდა ეს რაღაც ზედმეტი გადაწყვეტილებები, ქმედებები, გადაჭრა რაღაც საკითხების. ხო, მოდი ახლა უბრალოდ ვიქნები სახლში, კომფორტში, სილამაზეში და ისე რომ რაღაცნაირად უფრო მშვიდად და დაალხინებულად ვიგრძნო თავი და ამ ასე რომ ვთქვათ რეალობას გავექცე. აქ არის მომენტებიც, რომ პირველი პოზიცია პრინციპში, სავსე ნორმალურია ხო, რომ პირველ პოზიციას სურს, რომ არ მინდა ახლა მე ამ სიტუაციებში ჩახედვა, რაღაცეების გადაჭრა, გადმოჭრა, მოდი უბრალოდ რაღაც გავექცევი ამ ყველაფერს ჩემს კომფორტულ სივრცეში და ვიქნები რაღაც დროით მაინც, ხო? აი უფრო მეტად ეს სიგნიფიკაცია არის აქ პირველ პოზიციასთან. ეს იმისთვის, რომ რაღაცნაირად უფრო მეტად მიხვდეთ ეს თქვენზეა ეს პოზიცია თუ არა, ხო? ახლა დავიწყოთ უშუალოდ თქვენს სასიყვარულო სფეროზე საუბარი. ავიღოთ აი მაქსიმუმ ამ 7 დღის ინტერვალი. ხო, 7 დღის ინტერვალის დღეები ავიღოთ ამ 7 დღის განმავლობაში, ხო? ნახოთ ასევე ახლა რა ხდება. ახლა რა ხდება პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროში. ახლა რა ხდება და აი ამ 7 დღის განმავლობაში რა ცვლილებები რეალურად მოხდება პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროში. ხო? ნახოთ ჯერ ახლა რა ხდება და მერე უკვე რა ცვლილებები მოხდება. ახლა რაც ხდება ახლა რაც ხდება. აშკარად არის. ესე იგი, აქ ვიღაცებს ჰქონდათ რაღაც გარკვეულწილად გაურკვეველი კი არა იმდენად, რამდენიც ცოტა დაპაუზებული მომენტები, ხო? თქვენს სასიყვარულო სფეროში. ვისაც ყავთ პარტნიორი ან ვიღაც ისეთი კონკრეტული ადამიანი, ვისთანაც ხართ შესული რაღაც გარკვეულ სახის ურთიერთობებში, ხო? აი მასთან თქვენს ცხოვრებაში იყო რაღაც სასიყვარულო სივრცეში, ხო? სფეროში. იყო რაღაც პაუზა მასთან ერთად, სადაც თქვენ რაღაც ისეთ კრიზისულ წერტილზე იყავით. წერტილზე იმდენად არა, აი, თითქოს კრიზისული წერტილი გადავიარეთ, მაგრამ ამან კვალი ჩვენს შორის მაინც დატოვა, ხო? რაც შეიძლება იყოს შიშები, რომელიმე პარტნიორის ან ორივესი ერთად რაღაც სიტუაციები, რამაც დააბრკოლა თქვენი ურთიერთობა, არ შეუწყო ხელი, რაღაც გარემო ფაქტორებით შესაძლოა ყოფილიყო. შემდეგ მოვიდა ის, რომ კი, რაღაცნაირად მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩვენ შორის, მაგრამ განვითარდა ურთიერთობა. ურთიერთობა რაღაც სწრაფად წავიდა წინ, ხო? მიმდინარეობს და ახლა არის ფაზა, რომ არის ემოციები, არის დინამიკა ჩვენს შორის. ეს მათთვის, ვისაც ყავს, ასე რომ ვთქვათ, პარტნიორი, ხო? ხოლო ვისაც არ ყავს პარტნიორი და აინტერესებს, ან უნდა რომ ყავდეს, აქ არის ის საკითხი, რომ აქამდე თქვენ სასიყვარულო სფეროში არ იყო ან კონკრეტული პარტნიორი, ან ვიღაც ჯერ კიდევ არ ყავდათ გაშვებული. და აი ახლა, ხო? ან ახლა უკვე, ან მე ვფიქრობ უკვე ახლა, იმიტომ რომ კითხვა იყო, ახლა რა ხდება თქვენ სასიყვარულო სფეროში, ეს რომ ახლა ამ დროში აქ აშკარად ვიღაც ფიგურირებს, ვიღაც თასების რაინდი, ვისთანაც არის განვითარება. არის რაღაცა კომუნიკაცია, ხო? თან რაღაც ისეთი, რაც სასიხარულო შესაძლოა ვიღაცამ აი საერთოდ ახლაც კი გაიცნო, ხო? ან გუშინ ღამით მაგალითად აღნიშნავდა, იმიტომ რომ აქ დღესასწაულის კარტიც არის, აღნიშნავდა რაღაც დალიეთ ერთად და სასიამოვნო დრო გაატარეთ, ხო? ესეც შესაძლოა იყოს აქ, ვიღაცასთან შესაძლოა ასეც გათამაშდეს ეს და არ გიგიკვირდეთ. მაგრამ ახლა საერთოდ ჯამში აქ სასიამოვნო ენერგიებია თქვენ სასიყვარულო სფეროში, უმრავლესობისთვის, ხო? აქ არ არის ის მომენტი, რომ აი რაღაც არავინ არ არის. უმრავლესობისთვის, ვინც ამ გაშლას უყურებს, თქვენთვის აქ არის განვითარება და არის ენერგიები აქტიურობის თქვენ სასიყვარულო სფეროში, ხო? რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ის, რომ თუ რაღაც არ რეზონირებს, გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ საჯარო და ზოგადი გაშლაა და არ არის ვალდებული, რომ ყველასთან ზუსტად რეზონირდეს, რადგანაც ზოგადია და არა ინდივიდუალური გაშლა. ხო, ეს რაც ხდება ახლა. იმენდია ეს კარტი კარგად ჩანს, ხო? მე მგონი ჩანს, უბრალოდ ესე პანორამული ორიენტაცია აქვს და ეს პირდაპირ ვერ დადება ამას და უფრო მეტი სივრცე ჭირდება. კარგი, გავაგრძელოთ აი ამ 7 დღის განმავლობაში.
ამაზე გავწევ ამას და ავწევ და უფრო მეტი ადგილიც მექნება, ხო? აი ამ 7 დღის განმავლობაში რა ცვლილება იქნება რეალურად პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროში? რა ცვლილება? საინტერესოა აქ რა ცვლილება. რაღაც გადაიჭრება თქვენს სასიყვარულო სფეროში, მაგრამ ახლა ჩავიკითხოთ რა. ხო? აქ არის ოკეი, რაღაც მუშაობა მიმდინარეობს. კარგი, ვნახოთ აქ რა ცვლილება აქ რაღაც მოგვარდება და გადაიჭრება ვინმესთან. კი ბატონო. ბოდიშიც მომიწია და პაუზება. ხო, აქ აშკარად რა ცვლილებაც არის რაღაც ცვლილება, რაც უკავშირდება თქვენს ურთიერთობას ვინმესთან. ეს აი ამ თასების რაინდთან? რაც უკავშირდება გრძნობებს. გრძნობებს ამ თასების რაინდის მხრიდან, თუ თვითონ პირველი პოზიციიდან. მის მხრიდან. თქვენს მხრიდანაც არის აქ გრძნობები, თასების დედოფალი. გაქვთ თქვენ აქ გრძნობები, მაგრამ აი მის მხრიდან, ხო? გრძნობებს მის მხრიდან. და შეიცვლება რა? ეს პიროვნება ხმამაღლა რაღაც გამოუტყდება პირველ პოზიციას თავის გრძნობებში? კი. აქ ეს პიროვნება გამოგიტყდებათ თავის გრძნობებში. თუმცა ეს მისთვის არ არის მარტივი. აქ მე ვფიქრობ და ვგრძნობ, რომ ეს პიროვნება აი მაქსიმალურ მომენტამდე ცდილობს, რომ შეიკავოს ეს გრძნობები და ემოციები, რასაც განიცდის თქვენს მიმართ და აკონტროლოს. მაგრამ რეალურად თქვენს მიმართ ძალიან ისეთი სიღრმისეული განცდები და გრძნობები აქვს. არა აქვს მნიშვნელოვანი რამდენი ხანი არის, რაც იცნობთ ამ პიროვნებას, იმიტომ რომ რეალურად, როდესაც სულები ახლო არის ერთმანეთთან, ხო, მონათესავე სულები არიან ისეთი მნიშვნელოვანი ერთმანეთისთვის 1 საათი, 2 საათი ან 2-3 დღე, ხო, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ თქვენმა სულმა სხვა სული შეიგრძნოს და მიხვდეს, რომ ეს ჩემი მონათესავე ადამიანი ან მონათესავე სული, ხო? ამიტომ ის წესები და ჩარჩოები, რაც ჩვენ აქ მატერიალურ სამყაროში დავუყენეთ საკუთარ თავებს და შაბლონები, როგორიც უნდა ურთიერთობა იყოს, ან რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ რაღაც, ხო, ეს ყველაფერი არის სისულელე. აი პირდაპირ ვთქვა. ასე რომ აქ ამ ადამიანის მიმართ თქვენ ძალიან ბევრი გრძნობები, ისეთი სიღრმისეული გრძნობები გაქვთ და მასაც სიღრმისეული გრძნობები აქვს თქვენს მიმართ და აი აქ ცვლილება არის თქვენს ურთიერთობაში, თქვენს შორის კომუნიკაციაში და ეს ადამიანი აქ უტყდება ეს ადამიანი თქვენს მიმართ რაღაც უფრო მეტად გაჩვენებთ თავის ან ვნებას, ან გრძნობებს, ხო, ამ ყველაფერს წარმოადგენს თქვენს მიმართ. ასე გავწევ, რომ ადგილი დამრჩეს. კარგი. თუმცა ეს მას საკმაოდ უჭირს, იმიტომ რომ აქ მე ვიტყოდი საკმაოდ აქ ისიც აქვს, რომ თვითონაც ჭოჭმანობს კი, განდეგილის არგანი. მომენტებში შესაძლოა თქვენ თქვათ, რომ აი ვერ გავიგე რა უნდაო რა. აი ესეც შესაძლოა ზოგ-ზოგი ერთმა, ვინც ახლა მოისმენს ამ გაშლას დაწერას კომენტარებში, ან გაიფიქროს, ან იგრძნოს, რომ აი რა უნდა ამ ადამიანს ბოლო-ბოლო. მოვწონ ვარ, არ მოვწონ ვარ, ვუყვარ ვარ, არ ვუყვარ ვარ, რას გრძნობს ჩემს მიმართ, რა უნდა ჩემთან ერთად საერთოდ ამ ადამიანს, ხო, იმიტომ რომ აქ შესაძლოა გქონდეს ისეთი გამოვლინება, ქცევის გამოვლინება და თქვენს მიმართ ისეთი ქმედებები განახორციელოს, რომ აი დღეს გწერთ ან ჩანს და მერე არ ჩანს, ხო? გამოჩნდეს დაიკარგოს, იმიტომ რომ თვითონაც ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული საერთოდ აი რა მიმართულებით წაიყვანოს თქვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მას ეშინია გრძნობების, ეშინია განვითარების და ბოლომდე თვითონაც არ არის დარწმუნებული, თუმცა ძალიან სიღრმისეული გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. კარგი. ხო და რა იქნება აქ თქვენ შორის აი ამ 7 დღის განმავლობაში? ყველაზე დიდი რეალური ალბათობით, ხო? რა სცენარს ველოდოთ აქ? ეს რა არის? რა სცენარი? აქ ის სცენარი, რომ რაღაც აიღებს პასუხისგებლობას და რაღაც კონკრეტული ფორმატისკენ წაიყვანს ურთიერთობას, თუ რაღაც ისეთ ლაღად, ლაითად მოიქცევა. პასუხისგებლობის აღება და კონკრეტული ფორმატისკენ წაყვანა ეს მისთვის ცოტა ესეთია წართულო, იმიტომ რომ მას ურჩევნია რაღაც ასე იჟანგლიოროს, ხო? აი თითქოს იყოს ურთიერთობაში და ამავდროულად ისეც იყოს, როგორც მისთვის კომფორტული. აი ბოლომდე პასუხისგებლობის აღება მას არ სურს, ასე რომ ვთქვათ, ურთიერთობაში.
ამ ეტაპზე არა და რელაქსურად და ლაღად ყოფნას მისთვის რთულია, იმიტომ რომ აქ ნდობის ფაქტორებიც არის. აქ ნდობის ფაქტორებიც აქვს ამ პიროვნებას. კარგი, მაშინ მოდით ვნახოთ, ხო, ამ ადამიანს საერთოდ აი თქვენგან რა უნდა ამ ეტაპზე. ესე ვნახოთ. ცოტა სხვა რაკურსიდან მიჭირავს ეს კაცი და რა უნდა თქვენო? რაღაც რა უნდა? საინტერესო რაღაცები უნდა აქ. აქ უნდა რა? უნდა რაღაც კონკრეტული მიზანი აქვს პირველ პოზიციასთან დაკავშირებით? თუ კიდე სხვა? არა, აქ იგრძნობა რომ მას უნდა რაღაც თქვენგან კონკრეტული რა? 10-იანი პენტაკლი. ეს უნდა რა, ასეთი კომფორტი, სტაბილურობა თქვენს გვერდში, თუ პირიქით არ უნდა ისო პასუხისმგებლობა. არა, უნდა. აქ მას საინტერესო ის არის, რომ სინამდვილეში მას თქვენგან უნდა კომფორტი და სტაბილურობა და უნდა თქვენთან კომუნიკაცია და უნდა რომ ეს ურთიერთობა განვითარდეს და უნდა რომ იყოს შანსი თქვენ შორის და უნდა რომ იყოს განვითარება თქვენ შორის, მაგრამ თვითონ არ უნდა რომ იაქტიუროს თუ უნდა რომ უნდა რომ თქვენ მიიღოთ აქ რაღაც უნდა რომ პირველ პოზიციამ გადაწყვიტოს? კი, პირველ პოზიციამ ხო, უნდა რომ თქვენ თვითონ თითქოს შესთავაზოთ რაღაც აქ. უნდა რომ თვითონ თქვენ ან დაუნამიოკოთ, ან წამოიწყოთ საუბარი. არ ვიცი, მაგრამ უნდა რომ თქვენ გადადგათ რაღაც ნაბიჯი, იმიტომ რომ თვითონ ეშინია. თვითონ ძალიან ბევრს ფიქრობს, ფოთავს ამ საკითხთან დაკავშირებით. საინტერესო პიროვნება ძალიან. აქვს ემოციები, უნდა განვითარება, მაგრამ ამავე დროულად რაღაც ქმედებები და რაღაც, აი, არ ვიცი რა. ცხელა კიდეც, იმიტომ რომ სვიტერი გადავიწვე. არ ვიცი, აი მართლა რაღაც იშვიათი პიროვნება აქ. კარგი, მაშინ აი რას გრძნობს სინამდვილეში აი ეს პიროვნება პირველ პოზიციის მიმართ. საერთოდ ახლა ჩვენ აქ კონკრეტულ პიროვნებაზე გადავერთვეთ, მაგრამ რატომაც არა. რას გრძნობს? რა არის ეს? ძალიან ურთიერთგამომრიცხავი ისინია, ენერგიები ამ პიროვნებასთან. რას გრძნობს? აქ გვაქვს რა? თვითონაც არ იცის რას? თუ რაღაც აი ასეთ გრძნობებს. არა, თვითონ იცის ჩვენივრად რასაც გრძნობს. უბრალოდ აი მისთვის ეს გაურკვეველია. მისთვის ეს გრძნობები ბოლომდე აი როგორ თქვა, გაცნობიერებული არ არის. ის რასაც სინამდვილეში გრძნობს თქვენს მიმართ. იმიტომ რომ ეს მისთვის ძალიან ისეთია სიღრმისეული და აქამდე შესაძლოა იმ მსგავსი რაღაც არ ჰქონია მას, ან არ განუცდია მსგავსი გრძნობები. ზოგადად გრძნობების გეშინი აქვთ. პენტაკლების მეფე, აი, გრძნობების ძალიან ეშინია, ეშინია რა გაგებით აქ? ეშინია რომ ხმამაღლა უღიაროს საკუთარ თავს, რომ კი, მაგალითად, აი მე ეს ადამიანი მიყვარს. ან ამ ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს გულში და ეს უღიაროს საკუთარ თავს და მიიღოს, ხო? აი, ამისი ეშინია. და ასევე ეშინია ისიც, რომ რაღაც აი სტაბილურად ჩდებოდეს ვინმეს მიმართ სასიყვარულო სფეროში. აი ეს რაღაც სტაბილური გამოჩენები ეს მისთვის ძალიან პრობლემატურია, ესეთი არ ვიცი რატომ, მაგრამ ეშინია აქ პასუხისმგებლობის აღებისიც დიდი ალბათობით და სტაბილური სახის მიცემის ამ ყველაფრისთვის. ძალიან საინტერესო. კარგი, მაშინ რა პერსპექტივები აქვს საერთოდ პირველ პოზიციას აი ამ პიროვნებასთან? სიკვდილის არკანი. აქ არავინ არ იცის რა პერსპექტივებია, მე მგონი. კარგი, ნუ უფრო ეს აი ასეთი ტრანსფორმაციული პერსპექტივები გვაქვს. თუ აი რო არ იცის არავინ ისეთი. ხო, აქ მე ვიტყოდი, პერსპექტივა არის ნებისმიერი რამის, იმიტომ რომ სიკვდილის მერე ვინ საით წავა და ვინ როგორ წავა, არავინ არ ვიცით, ხო? ეს არის რაღაც ისეთი ზღვარი, რასაც ჩვენ გადავაბიჯებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი დრო მოვა, ასე რომ ვთქვათ, ხო? ამიტომ აქ რა პერსპექტივები გაქვთ, სანამ არ მოხდება, ვერ გაიგებთ, ხო? ნუ, აქ საჯარო გაშლა და ამიტომ შესაძლოა ამიტომ ასე გვეუბნება და გვაჩვენებს აქ ტარო, მაგრამ ზოგადად პერსპექტივები ამ ადამიანთან აი მართლა რაღაც ძალიან
მისტიური და არჩეულებრივი პერსპექტივა. ასევე იმასაც ვიტყოდი, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან ტრანსფორმაციულია თქვენთვის. და არა მარტო თქვენთვის, თქვენი ცხოვრებისთვის, აი ერთმანეთზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენთ აქ. კარგი, მოდით მაშინ ვნახოთ რჩევა. თქვენთვის პირველ პოზიციისთვის რჩევა ამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით. სამყარო. იფიქრეთ საკუთარ სამყაროზე, იცადეთ, რომ უფრო მეტად დრო დაუთმოთ საკუთარ გრძნობებს, საკუთარ გულს, იმ საქმიანობას, იმ საქმიანობას, რაც მოგწონთ, იმ სივრცეში იყოთ, რაც თქვენ გამშვიდებთ, გახალისებთ, გაძლევთ ავსების განცდას, ხო? და კონკრეტულად ამ ადამიანთან დაკავშირებით იცადეთ, რომ არ გაბრაზდეთ. უბრალოდ რადონემდე რთულიც არ უნდა იყოს, უბრალოდ ზოგს ძალიან ეშინია სიყვარულიც და წარმოიდგინეთ იმ დონემდე ეშინია, რომ თვითონაც კი უარს ამბობენ და ეს ძალიან ისეთია სამწუხარო სინამდვილეში, ხო? ესე იგი, აქ რჩევა ის, რომ პირველმა პოზიციამ ძალიან ზოგადად და გრუბად რო ვთქვათ, იფიქროს საკუთარ თავზე, აბსოლუტურად იფიქრეთ საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე, გააგრძელეთ საკუთარ ცხოვრებაზე ზრუნვა, გადაერთეთ იმ საქმიანობაზე, რითიც ხართ დაკავებული, რაც მოგწონთ, რაც გავსებთ, ხო? და აი ამ რაკურსში არის აქ რჩევა. არ ფოკუსირდეთ და არ ელოდოთ ერთი სიტყვით აი ამ ადამიანს და არ მიაჩერდეთ მას, რომ აი ახლა რაღაცა ხო. არ გინდათ, იფიქრეთ თქვენს ოცნებებზე, თქვენი თავის რეალიზაციაზე, სულიერ განვითარებაზე, რომ უფრო მეტად რაღაც თქვენი სული გახსნათ და გამოიყენოთ ის ნიჭი, რესურსი, რაც გაქვთ. ამ ცხოვრებაში, ხო, რითიც ხართ დაჯილდოვებული. ასეთი საინტერესო გაშლა გამოვიდა აქ პირველ პოზიციასთან. აი უბრალოდ მივენდე ამ ინფორმაციულ ნაკადს და მივყევი იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ვგრძნობდი, ასე რომ საინტერესო იყო. მადლობა პირველ პოზიციას, აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი უკავშირი ამ გაშლასთან დაკავშირებით. ასევე გამიხარდება, რომ დამიწეროთ კიდევ რა საკითხებზე, რა თემებზე გავაკეთოთ გაშლა, ვისაც დაგაინტერესათ და რეზონირებს ჩემი ენერგია თქვენთვის, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ასევე ბედის მატრიცის სესიებზე ჩემთან. მოგესალმებით, ვინც მეორე პოზიცია აირჩიეთ და ვნახოთ ახლა თქვენს სასიყვარულო სფეროში. ამ 7 დღის განმავლობაში, ხო, რა ცვლილებები იქნება? პირველ პოზიციასთან პირდაპირ დაჯდა კონკრეტული პიროვნება და უფრო მეტად კონკრეტული რაღაც ისტორია იყო და მივყევი იმას, ვნახოთ რა იქნება თქვენთან. ვნახოთ თვითონ მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია. აი ახლა ამ ეტაპზე, ხო, თვითონ მეორე არა, ასე არა. თქვენი სიგნიფიკაცია კი არა, თვითონ მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია ახლა. სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაცია აქ საინტერესოა. აქ ხმლების მეფე კონკრეტული პიროვნება თქვენსაც ხო კი? კონკრეტული პიროვნება, ვისთანაც ახლა ცოტა დაძაბული სიტუაციებია. ვიღაცა შესაძლოა გამოვიდა ურთიერთობიდან ამ ადამიანთან, ვიღაცა შესაძლოა ურთიერთობაში არ ყოფილა, მაგრამ კომუნიკაცია მინიმუმამდეა დასული, ან პაუზაშია, ან შესაძლოა დაბლოკეთ კიდევაც, ხო? კიდეც შესაძლოა დაბლოკილი იყოს ეს ადამიანი სოციალებში სადმე. ან უბრალოდ ცდილობთ რომ დაბლოკოთ ენერგეტიკულად, არ იფიქროთ ამ ადამიანზე, ხო და რაღაცნაირად გააგდოთ ეს ადამიანი თქვენი გულიდან და თქვენი გრძნობებიდან, ხო, აი რაღაც უფრო მეტად ეს სიგნიფიკაცია მომდის ახლა მე მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით, რაც აი ამ ეტაპზეა ახლა კონკრეტულად, ხო? ამ კონკრეტულ ეტაპზე და არა რა თქმა უნდა ზოგადად. ასევე საკმაოდ იქ არის ისეთი მომენტები ამ ადამიანთან დაკავშირებით, რაც თქვენთვის მწარეა, ხო? აი ამ ადამიანთან სიტუაცია თქვენთვის აი გახსენებთ დამარცხებას, ტკენას, იმედგაცრუებასაც, ტყუილს, ხო? ნუ ერთი სიტყვით ამ ადამიანთან საკმაოდ ისეთი მძიმე და არის არასასიამოვნო მოგონებებიც, მოვლენებიც, რაც გადაგხდათ თავსთან ამ ადამიანთან ერთად. და ამიტომ აქ უფრო მეტად პირველი პოზიცია ცდილობთ, რომ რაღაცნაირად გააგრძელოთ ცხოვრება ამ ადამიანის გარეშე და ხმლების მეფე, ხო? ცდილობთ, რომ შეხედოთ ამ ადამიანს, როგორც ეს ყოფილია.
და всё, ხო, გადავფურცლოთ, გავაგრძელოთ. და სინამდვილეში თქვენი გრძნობები ამ ადამიანის მიმართ ახლა ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ამ ადამიანის მიმართ გრძნობები, აქ მინდა აღვნიშნო ის მომენტი, რომ გრძნობები აქ არის აგრესიაც, ხო? აგრესია ამ ადამიანის მიმართ, სიბრაზე, და ამავე დროულად ვნება, ხო? ერთი მეორეს არ გამორიცხავს, როგორც თქვენ, იმიტომ რომ აი ვნება, გამოუხატავი ვნება და მიზიდულობა გადაგვდის მერე ბრასში და აგრესიაში. ხო, აი ეს სინამდვილეში ეს გრძნობები გაქვთ. ახლა ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, იმასაც დავაყოლებ, რომ ეს არის ზოგადი და საჯარო გაშლა. ვიღაცასთან შესაძლოა არ იყოს ასე. მე არ მინდა რომ ვინმეს მოვახვიოთ ჩემი აზრი და ამიტომ ვიტყვი რომ ეს არის ზოგადი აზრი. ზოგადი შეხედულება, ვისაც უნდა მიიღოს, ვისაც არ უნდა არ მიიღოს. მე გაძლევთ ამ ინფორმაციას და მე როგორც გინდათ ისე მოიქეცით, მიიღეთ ან არ მიიღეთ. ხო, აი ასეთი მოცემულობა ახლა თქვენი სასიყვარულო სფეროს სიგნიფიკაციის ახლა ამ ეტაპზე. კარგი, ვნახოთ აი ამ 7 დღის განმავლობაში ზოგადად რა ენერგიები იქნება მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში, ხო, ასე ვნახოთ. რა ენერგიები იქნება? ახალი ენერგიები იქნება. აქ იქნება, როგორც ახლა განახდა ახალი წელი, აქაც იგივე სიტუაცია, რომ აი ენერგიები, სადაც ის კომფორტული ან მომენტებში არაკომფორტული შესაძლოა იყოს, მაგრამ ის რაც, ანუ აქამდე ასე იყო. ხო, ან იყო ერთი ადამიანი, ვისთანაც გქონდა რაღაც ისტორია, ან მოცემულობა სიტუაციის, რასაც ჩვენი მაგალითად მიდგომა ჩვენი სასიყვარულო სფეროს მიმართ, ან რაღაც შეხედულება, ხო, ნუ არ ვიცი ვისთვის რა, ეს დეტალები უკვე თქვენ თვითონ მოარგეთ თქვენს კონკრეტულ სიტუაციას, მაგრამ ზოგადად ენერგია არის ისეთი, რომ ის ჩვეული რაც აქამდე იყო თქვენ სასიყვარულო სფეროში, ეს სრულდება და იწყება სრულიად ახალი რაღაც. თითქოს აი რაღაც ლაგდება თქვენი სფერო. ლაგდება რა კუთხით? ის რაღაც რაც აქამდე სტაბილურად იყო, ხო, აი ენერგია თავისუფლდება, აი მარტივად რო აღწერო, რომ უფრო მეტად გაიგოთ, ენერგია თავისუფლდება და შემოდის ერთად ახალი ენერგიები თქვენს სასიყვარულო სფეროში, აი ეს უფრო ენერგეტიკულ დონეზე უფრო ეს. კარგი, მაშინ მაჩვენეთ, აი რა ცვლილებები იქნება აი ამ 7 დღის განმავლობაში, რეალური ცვლილებები მეორე პოზიციის ცხოვრებაში. აქ მეორე პოზიცია და ვიღაც პიროვნება, კი ბატონო, და ნახეთ რა, ორიანი თასები დამიჯდა პირდაპირ. კი ბატონო, ესე იგი ცვლილებები იმ სახის, რომ აი ამ ადამიანთან რო იყო პაუზა, ესე იგი ცვლილებები არის იმ სახის, რომ ვიღაც ადამიანთან რო იყო პაუზა, თქვენ და ვიღაც, ხო, რო იყო პაუზა, ან ის ადამიანი იყო განდეგილში წასული, ან თქვენ იყავით განდეგილში წასული, ხო, არ იყო რაღაც საუბარი, არ იყო განვითარება, თქვენ შორის იწყება მზე. თუ თქვენ და ვიღაც იყავით ისეთ ეტაპზე, რომ აი იზოლაციაში ვართ ერთმანეთიდან, ან აღარ საუბრობთ, ან ნუ არ ვიცით ვინ რას ეძებს, ხო, და რაღაც გარკვეულ დონეზე ისეთ რაღაც საფეხურზე ხართ, რომ აი არ ვიცი ამის იქეთ ამ ადამიანთან ერთად სად მივდივარ, ან რა ხდება და ამიტომ მოდი რაღაც პაუზა, ან თქვენ გადაწყვეტეთ ან იმან, ნებისმიერ შემთხვევაში, ხო, რაც ჩავეხვი ამ ახსნაზე, რაც ალბათ ეს რაღაცნაირად ძალიან გამოკვეთილია აქ თქვენთან, ხო? ნუ ნებისმიერ შემთხვევაში აქ იცვლება ის, რომ ამ ადამიანთან ეს სიტუაცია იცვლება და შემოდის თქვენ შორის უფრო მეტად სითბო, სილაღე და ის სირთულე და ის მძიმე ფაზა თქვენ შორის მიდის. თქვენ და ვიღაცა, აქ აშკარად თქვენზე და ვიღაცაზეა საუბარი. აქ არ არის თქვენში მიმდინარე ცვლილება ეს. აქ არის თქვენ და ვიღაც, თქვენ და ვიღაც პიროვნება. ამ კარტებს ასე გავწევ, რომ რაღაც უფრო მეტი ადგილი მქონდეს, ხო, თქვენ და ვიღაც პიროვნება. ახლა ჩვენ ვიკითხოთ, ხო? ეს ვიღაც არის აი ეს ხმლების რაინდი, მეფეც ამოვიდა პრინციპში, თუ ვიღაც კიდევ სხვა. არა, სხვა მგონია. თუ ეს ხო, აქ ახლა საჯარო გაშლა როა გავრკვეველია. მოდი ასე ვიტყვი. რადგანაც ეს გაშლა საჯაროა და ყველას ინფორმაცია ერთი ვერ არის და რთულია სივრცისთვის, ხო, ამ ყველა ინფორმაციის ჩვენება ერთში.
ერთ ვარიანტად ვთქვათ ასე, რომ ვიღაცასთან ეს ადამიანი არის ზუსტად აი აქ ვიზეთ ვისაუბრეთ, ხო? აი ის ვისთანაც ახლა არის ან სიცივე, ან ბლოკი, ან პაუზა, ან გაცივი და ურთიერთობა, ან კიდე რაღაც, ხო? აი ეს. მაგრამ არის ის ალბათობაც, რომ ვიღაცისთვის იყოს ეს ვიღაც ახალი პიროვნება, თუმცა დაბალი ამის ალბათობა. უფრო უმრავლესობისთვის აი ეს პირ, ხო? უფრო კი აი ეს პიროვნება თუ კიდე ახალი. არა, მე ვფიქრობ მაინც ეს, ანუ ეს აქ უფრო მეტად აი ეს ცვლილება სასიყვარულო სფეროში ხორციელდება იმ პიროვნებასთან, ვისაც იცნობს ახლა მეორე პოზიცია. ნუ ისევ პასუხობენ. უმრავლესობასთვის შესაძლოა იყოს კი, ისევ ეს და ასევე მეორე ნახევარისთვის იყოს ახალი. ასე რომ აი ასე ვიტყვი ამას. აქ უფრო მეტად აი ასეთ პასუხს გაგცემთ. კარგი. ხო და აი რა ხდება თქვენსა და ამ პიროვნების შორის ამ 7 დღის განმავლობაში? ოკეი. შვენი. რა ხდება და აი ამ პიროვნებასთან უფრო სასიამოვნო სიტუაცია, სადაც ეს პიროვნებას გეთაყვანებათ, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის რთულია კომპლიმენტების თქმა თქვენთვის, ან მოწერა, ან ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ თითქოს აი თქვენ ხართ რაღაც უფრო მაღალ საფეხურზე მისთვის. შესაძლოა თვითონ აღექვამდეს ისე, რომ აი რომ მე არ შემომხედავს, ან არ მიმიღებს, ან მე მისი ღირსი არა ვარ, ან რაღაც ასეთად გიყურებდეთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ არის ბევრი კომუნიკაცია, მიმოწერები, ხო, კონტაქტირება, ეს არის აქ და ზუსტად ეს არის ის, რაც იცვლება თქვენ სასიყვარულო სფეროში, იმიტომ რომ შემოდის კონტაქტირებები და საუბრები. კი, საუბრები, კონტაქტირება, შესაძლოა იყოს საუბარი რაღაც ისეთ მაღალფარდოვან საკითხებზე, ფილოსოფიურ, სულიერ საკითხებზე, ან თქვენსა და ამ ადამიანის შორის ურთიერთობის გარკვევაზე, იმ შემთხვევაში, მაგალითად, თუ ეს არის ვიღაც ისეთი ადამიანი, ვისთანაც აი ეს ისტორია გაკავშირებთ, ხო, რაღაც უკვე, რაც საერთო გაქვთ თქვენს ორს, უკვე მომხდარი თქვენს შორის. კარგი, მაშინ ესეც ვიკითხოთ, რა სასიხარულო იქნება მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში ამ 7 დღის განმავლობაში? აუ, ყველა ისე ცუდად ამოვიღე. ეს ასეთი კარტი როანი ჯერ კიდე. რა სასიხარულო და აი ზუსტადაც ის სასიხარულო, რომ თქვენ სასიყვარულო სფეროში აი ძალიან მალე მოხდება ეს. აი სავარაუდოდ ვინც ახლა ამ გაშლას ისმენს, უყურებს, არა აქვს მნიშვნელობა როდის უყურებთ ამ გაშლის ატვირთვიდან იმ დღესვე თუ მერე, როდესაც მოისმენთ და ჩართავთ, იცოდეთ, რომ ენერგეტიკულად აი მალევე ეს სასიხარულო თქვენ სასიყვარულო სფეროში მოვა. აქ არის სასიყვარულო ემოციები, რომელიც აი გავსებს, აი რას შევადრო, აი მანამდე რომ მოწყენილი ხარ და აი არაფერი არ ხდება, საერთოდ არავინ, არანაირად მომენტში შესაძლოა უინტერესოც კი რო არის, ხო, ეს ყველაფერი მდონემდე არაფერი არ ხდება და უცებ რაღაცა დიდი ნაპერწკალი ფეირვერკივით მოწმენდილ ცაზე, ან მოღრუბლულ ცაზე უფრო სწორია, ჩდება ვიღაც ადამიანი, რაღაც მოვლენა, რაც ძალიან გახარებთ, გავსებთ, აქ შესაძლოა იყოს ისიც, რომ შეხვდეთ, მიირთვათ, რამე დალიოთ, გაიხსენოთ რაღაც ერთად, ხო? ან უბრალოდ სასიამოვნო პაემანი იყოს, იქნება ეს დისტანციურად თუ არადისტანციურად, მაგრამ ძალიან სასიხარულო მოვლენა აი ვიღაც კვერთხების რაინდთან. კვერთხების რაინდი ეს თვითონ მამაკაცი აქ, კი, რომელიც არის თასების რაინდი, კი, აქ და ხო, ვისთვისაც ეს არის აი ეს პიროვნება, ვისგანაც დავიწყეთ ეს ისტორია, ხო? სხვა შორის ესეც რაინდია და ესეც რაინდია, ხო? უმრავლესობასთან აი ამ პიროვნებაზე აქ საუბარი და საინტერესო, ვისთვისაც ახალია, ხომ საერთოდ. მაგრამ აი სასიხარულო ის არის, რომ აი ეს პიროვნება შემოიტანს აი ახაც ასეთ ნაპერწკალს, ხო? ნაპერწკალს, ისეთ ნაპერწკალს, რაც დაგეხმარებათ, რომ აი თქვენ სასიყვარულო სფეროში არსებული გაკვეთილები, ის ყველაფერი რაც გადაგხდათ თავს, რომ ეს ყველაფერი всё უკან ჩამოიტოვოთ და არ მიაჩერდეთ იმ გამოცდილებებს და მხოლოდ ნეგატივზე არ იფიქროთ, ასე რომ ვთქვათ, ხო? ესეც არის აქ. ძალიან სასიხარულოა. კარგი, მაშინ აი საერთოდ რა უნდა იცოდეს აი ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ახლა მეორე პოზიცია, ხო? რა უნდა იცოდეს? რომ ახალი მოდის თქვენ სასიყვარულო
სულ კვერთხებია. აქ მეორე პოზიციასთან ძალიან დინამიური ენერგიებია და მინდა იცოდეთ, რომ აი დიდი განახლებები მოისწრაფის თქვენ სასიყვარულო სფეროში. აი უკვე დაწყებულია ლამის ან აწი, აი ესაა დაიწყო რაღაცა ასეთი. რა უნდა იცოდეთ ის, რომ აი თქვენ სასიყვარულო სფეროში იწყება ახალი ეტაპი. განახლებული ან ახალი. სადაც იქნება ესეთი პიროვნება, ვინც გადადგამს ნაბიჯს, აიღებს ინიციატივას და ზოგადად ბევრი სასიხარულო მოვლენა ამბავი გექნებათ თქვენ სასიხარულო სფეროში ამ 7 დღის განმავლობაში. არ ჩვეულებრივია, მართლაც. კარგი, მაშინ მოდი ვნახოთ რჩევა აქ მეორე პოზიციისთვის, ხო? რჩევა პოზიციისთვის. როგორ თქვი? მე-6 არკანი შეყვარებულები, lovers. რჩევა. მოусმინეთ თქვენს გულს და მიყევით თქვენის გულის არჩევანს და აირჩიეთ სიყვარული. აირჩიეთ იქ, სადაც არის მზე. აირჩიეთ ის, რასაც თქვენი ინტუიცია კარნახობთ, ხო? მიყევით თქვენს გულის ხმას და გააკეთეთ თქვენი არჩევანი გულით. აირჩიეთ იქ და ის, სადაც თქვენ ბრწყინავთ, სადაც თქვენ ივსებით, სადაც არის სიყვარული, სადაც სინათლეა, სადაც მზეა, სადაც არჩევანია და სადაც თავისუფლება. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ცოტა საკუთარ თავზეც რო ფოკუსირდეთ, რა თქმა უნდა, ის რომ შევიყვაროთ საკუთარი თავი, მივიღოთ საკუთარი თავი და აი აბსოლუტურად მეტი გახსნილები ვიყოთ სამყაროს სხვა ადამიანების მიმართ. უფრო მეტად მივცეთ შანსი რაღაც მოვლენებს, რომ ის მოხდეს მაინც და გახსოვდეთ, რომ არჩევანი სულ თქვენზეა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, რა მოიზიდოთ, რა არ მოიზიდოთ, რა გინდათ, რა არ გინდათ. არჩევანი სულ თქვენზეა, თქვენზე არის დამოკიდებული. ხო? ეს გაშლაც, ამ გაშლის ეფექტურობაც თქვენზე არის დამოკიდებული, ხო? ვისაც უნდა აი ამ ინფორმაციას მიიღებს და გამოიყენებს, ვისაც არ უნდა არ მიიღებს და არ გამოიყენებს. იგივე აქაც. ასეთი საინტერესო ინფორმაცია იყო აქ მეორე პოზიციასთან. მადლობა მეორე პოზიციას. გისურვებთ, რომ აი მაქსიმალურად სასიხარულოდ გათამაშდეს ეს ყველაფერი აქ თქვენთვის, პირველ პოზიციისთვისაც რა თქმა უნდა და საერთოდ ყველასთვის, ვინც მოისმინა უყურა ამ გაშლას, ხო? აუცილებლად დაწერეთ თქვენი უკავშირი ამ პოზიციასთან დაკავშირებით, ასევე ვისთვისაც რეზონირებს ჩემი ენერგია და გაგეჩნდათ ინტერესი, რომ მოხვიდეთ ჩემთან სესიაზე, გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ სესიებზე. ინფორმაცია მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში, ბედის მატრიცის სესია, ტაროს სესია ნებისმიერი, ხო, რაც უფრო გაინტერესებთ. ასევე აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოიწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. ასევე აუცილებლად გამიზიარეთ თუ რა საკითხებზე, რა თემებზე დაგაინტერესებდათ კიდევ რო გავაკეთოთ არო გაშლა და ჩავწეროთ თქვენთვის ვიდეო. ასე რომ, ხო, გამიზიარეთ ესეც ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას და გისურვებთ ბედნიერებას. დროებით.